მარტოსული კურდღელი. აი ესეთი სიმღერა გამოგვივიდა ბავშვი, ძალიან კარგი. ეხლა ჩავხედოთ მასალას. საერთოდ ვერ იმღერა მასწავლებელმა. მას ზეიმი როდის უნდა გქონდეს? ზეიმი გვაქვს მაისში, მანამდე სიმღერებიც უნდა ავარჩიოთ. ნატო მასწავლებელმა თქვა, რომ ზეიმზე მეც უნდა ვიმღერაო. უიგრით თქვა? ძალიან სამწუხაროა. კარგით, აბა კითხვებს დაგისვამთ ეხლა მე თქვენ და ხელისაწერით მიპასუხებთ. რამდენი სიმი აქვს აი ამ საკრავს? 1 2 3 მას ვიტყვი 4. დიახ, დაითვალასემები და ისე კი პასუხად. მე მაგას მოფიქრება არ უნდა? ნუ ტლიკინებ რა ამეხადა თავი. მასა პეპაროშოში გავალ. მე გადი კაცო, გადი შეხო დააწუხე გული რა. ვაი მე იცით ბავშვი მოიცით კლასში მოსწავლე ჩაუფსე გაკვეთილზე. მე ვიყავი მასეკ. გადი შვილო, გადი კი რა პრობლემაა. აბა აქეთ ჩამოვთვალოთ ჩასაბერი საკრავები. სალამური, გუდასტვირი, საყვირი და ფლეიტა. მას შეიძლება რომ გადავჭდე? რატო? აი ვასო რაღა გახდა შვილო? 1 2 შენც რო ჩაბერო არ გიფიქრია? გადი მიდი შენს ტუალეტში. შემდეგი კითხვა. რატო შემოbrunდი ვასო? მას ბერიძემ ვერ მიასწრო ტუალეტამდე, დერეფანში აქვს ჩაფსმული და ტირის. მამუკა, რა მოგიყვანა, გეკითხები. რა იყო ბავშვების სანახავად მოვედი რა? დაგაგვიანდა ცოტა, 9 წელი. სად იყავი აქამდე გეკითხები? თუ საცივის ჭამა მოგინდა და მაგიტომ მოხვედი ეხლა. რასად ვიყავი მეც ხო უნდა გამიგოა რა? აი მე, გაგიგო კი არა. ამ პისტოლეტს ხო ხედავ. აქ აღარ დაგინახო მოსული, თორე ტყვია იქ მოგხვდება, რის დამსახურებთაც ახლა 2 შვილი მყავს მე სახლში. დროზე. ინ გამომიდა შვილო მეკვლე, ვინ იყო? მე რა ვიცი, ვიღაც დეგენერატი იყო. მოვა კაცო მეკვლეც დაველოდოთ. აუ დი რა მაგარი ხლაპუშკა იყო იცი? მაგრამ ანასტასიამ ბესეთკას დაუმიზნე და იქ ესროლა. თეკლე გურგენიძე იდგა ქვემოთ და ამშას ხელიდან ვერ გავუშვებდი. ინგა გამოიტანე მიდის გადამალული გოზი ნაყირო გაქვს. ჩემი გაკეთებულიც რო არ მაჭამე. აბა მიირთვით. ომარიკო შოკოლადის 3 ცალზე მეტი არ შეჭამო. თორე შარშანდელივით ორდღიანი გულისრება გამოწერილი გაქვს იცოდე. გვიანია უკვე მეშვიდეს ჭამს. თეკლემ ჩამიგდო ვოისი. დავინახე ქალბატონი რა შემესწავლე აიუნიდან. შურის ძიებას ელოდე. აბა მოდით ახლა სოფრასთან და მოვა მეკვლეც. აი მეკვლეა. აბა მოვიდა. ვაიმე ნუნუ, ისო ნუნუ მოვიდა ხალხო. მოდი გენაცვალე, გაიხარე მეც გილოცავ რავალს და ესწარი. აი დედა ჩემიც არის ჩამოსული. მოდი. აი მე რას დავეძებ, ისო მარცხენა ფეხი არ დასიებული. ჯე გარგარში მატლი ვიპოვე. და რა მატლი იპოვე, ომარიკო არ გამაგიშობ, ოქროსავით გარგარი ვიყიდე. ო ვიპოვე, შეხედე. ოღო ნახევარი მატლია და მეორე ნახევარი სად არის? შენ კუჩში. ალბათ ნახევარი გადაყლაპი უკვე რო ჭამდი. ფუ, მატლი გადავყლაპე? დი რა ვქნა? მიდი ცოდიანი წყალდალია და თუ რამე ცუდი იქნება მოკლავს. რა ვიცი მისეთი მწიფე შემოხდა. იქნებ საერთოდ არ იყო იქ მატლი ცუდი. იქნებ კეთილი იყო. ნუ ლაპარაკობ სისულელეებს ერთ შენი ჭირი მე რა. კეთილი მატლის ადგინახია, ვერ გავიგე. მე სხვა გარგარს აღარ შევჭამ. იმაშიც რომ მატლი იყოს. რაში უნდა იყოს ბიჭო, მატლი 5 ლარი გადავიხადა 1 კილოში. სუჭიანი გარგარი მიყიდი. გარგარის გამყიდველი ხვალ ცუდღიში აღმოჩნდება. სკანდალი რო დაატყდება თავს. და ვინ შეჭამს ახლა ამას? ინგა. მოდი ლია აქეთ ვართ. დაიმე ისეთი გარგარი უნდა გაჭამო ოქროსავით დაჯექი. გოგო, მიწის რა იგრძენი გუში? რაღაც ისე შემატორტმანა მეც, ხო? მე მგონი რომ ვერ ვიგრძენი, მაგრამ ძილეთ რო შევედი Facebook-ზე ყველა იმას წერდა მიწაინძრაო. ისე შეეშინდა გუშინ დედა ჩემსო წამარცავდა. კი არ შემეშინდა, გითხრა ეხლა რა მოხდა. გუშინ რო შემაქანა მიწის ძრა, მეთქი ისე წნევა მამიწია თქო გოგო და გამოსული ვიყავი, კარტოფილი უნდა დამელია. მე გამოვარდა ეს ვაჟბატონიც და დედა ყანყალებდი საწოლში და მივხვდი რა ხდებოდა.
ძე, გახსოვს ერთხელ რომ მოხდა მიწის დრო და მე რომ მატრასის ქვეშ ვიყავი ჩავარდნილი საწოლში. და რაც მე ეს ვეძებე გოგო, მაშინ მეთქი მიწამ ჩაყლაპა ბავშვი და ეგ არის თქო და თურმე საწოლს ჩაუკლაპია. რუსეთში რო ცხოვრობდი სამწუხაროდ ერთხელ იქაც ეძრა მიწა, მაგრამ იქ არავის გაკვირვები, ეგ ქვეყანა ხო ისედაც შერყეულია. ლიადი და კიდე იცი, გუში რომ მიწის დრო მოხდა, და ჩემი პიჟამოებით გამოვარდა ოთახიდან და გამოხეული ქონდა უკან შარვალი. და ბრებს ლაპარაკო ბიჭო, რა გახეული სტილია ეგეთი კაცო. სტილი თანაირად არის უკვე. აბა, მოგეჭვენები იწოდე. დროზე. ომარიკო ცოცხი მოიტანე მიდი რა, მანდებ შემოსასვლელში. ცოცხი რა თქმა უნდა, ხო დაგავესახლი. კიდე კეფშები დაყარა ანასტასია? არა მოიტანე, დადექი მანდ. დაიჭირე, ეგრე დაიჭირე. დამინიავე მიდი რა გეხოცებ მცხელა გავიგუდე. ხო, კაია წამოიღო. რა ხდება ინგა? კირე და კლეოპატრა. ყურუტი გახსენ თუ რას აკეთებთ? აუ, ჯამაყენა და მანიავებინებს ასე. წელი საფხული ცოცხით ვინავიდგე? არა თუ ჭკვიანად მოიქცევით. რაღა გახდა ერთი კონდიციონერის ყიდვა? რაღა გახდა და ფული უნდა ყველაფერს, კაცო. ძლივს რაღაცა დანაზოგს მოუყარე თავი. მით უმეტეს თუ დანაზოგი გაქვს. მიდიაშია ფაზაკლება 1 ივნისამდე 30%-იანი ინვერტორულ კონდიციონერებზე და მოასწარი ყიდვა რომ მთელი ზაფხული არ გაიგუდო კიდე სიცხისგან. ხო, გახსოვს წინა ზაფხულში რეებს აკეთებდა. ერთხელ ღამე რო გამოვედი ტუალეტში, გაღებული მაცივართან იჯდა. რო კითხე რაც აკეთებ მეთქი, წიგს ვკითხულობ მაცივრის შუქზე, არა და ცხელოდა. ის არ გამომიტოვა სველიტასაც უდადიოდა მთელი ზაფხული. სარიცხ მანქანიდან რო გამოიღებდა პირდაპირ იცვამდა ხოლმე. ხო და აწი ნორმალურად მომიზოდოთ ზაფხულისთვის. წავიდით მიდიაში? კაი ხო, წავიდეთ. მაგრამ სადავაყენო ხო კონდიციონერი იმას ვფიქრობ რომელ კედელზე. დე, ჩემ ოთახში რო დავაყენოთ, მაინც ჩემ სამეცადინო მაგიდაზე ინახავ ხოლმე ქვაბებით საჭმელებს. ხო, რო იცოდე ის ბადრიჯანი აყროლდა უკვე. დედა თურმე რისი სუნი დგას დილიდან. მიდი ომარიკო გადაყარე რა იქ ბადრიჯანი. სანამ წახვალ ჩემთვის 10 ლარი გაქვს გადასახდელი. 5 დასუფთავების და 5 დანიავების. დე, ჩვენ კარებთან ისევ ზაღმა მოფსა. დედა მაგ ზაღმა ხო გადამიყოლა კიდე კაცო. სპეციალურად ამოდის მესამე სართულზე. მიფსავს კარებთან და მიდის მერე. ძიგეთაც მოფსა და მე გადავიდეთ ცხე ვაჭამე მერე მაგ ზაღს და ისე გავუშვი. აი რო აჭმევ მაგიტო მოდის რა. მაგასაც ვეღარ ვფიქრობ უკვე სულ ეს ევროპა და რუსული კანონი მიტრიალებს თავში. ანასტასია რამე სიახლე ხო არ არის? იტი სიახლე რაღა გინდა? გვინდა ევროპა და გახსნილი გვაქვს ფანჯარა ევროკავშირის შესასვლელად, მაგრამ ეს კანონი გვაფერხებს. ევროპელები ამბობენ ამას თორმე კი არ ვიგონებ. 80%-ზე მე საქართველოში ევროკავშირის შესვლა უნდა. თან დამოუკიდებლობის დღე როა დღეს. ეგ დამოუკიდებლობა რო გიყვარს, მაგიტო გვინდა ევროპა, მაგიტო უნდა ავიმაღლოთ ხმა ყველა. თორე მე ჯერ მეპარებ რომ რაღაც იქნება ყველაფერი. უბრალოდ უნდა გავუძლოთ ახლა ყველა ამ რაღაცა რთულ პერიოდს. დე, მეც რთული პერიოდი მაქვს. ყველა საგანში მაქვს დასაწერი დავალება და სამი შემაჯამებელი კიდე. იტანის პრობლემები მომცა რა. აქციზე კიდე უნდა გავიდეთ ლიადი და გამოკვევი. ოღონდ ის ბლინები უნდა წამოიღო უეჭველი. აუ ყველაზე მაგარი იცით რა არის, რომ ამ მოვლენებმა ერთიან სამოქალაქო საზოგადოებად გვაქცია, გაგვაერთიანა. აი ეგ სამოქალაქო საზოგადოებაა და მედია, რომლის წყალოდაც მე შევასრულოთ ის 9 მითითება და შევიდეთ ევროკავშირში ახლა. მე წავიცი ახლა მეც ბლინებს გავაკეთებ რეცეპციის 9 მითითებით. ანასტასია ძალიან კარგი ყავა იყო, პროფესიონალი ხარ. ეხნიტა ჩვენ ქვეყანას ეს შეესრულებინა ეგ დროულად. არა უშავს ყველაფერს თავისით რო თავი რო სწორ გზაზე ვდგავართ და ყველაფერი კარგად იქნება. შემაჯამებლები თუ ვერ დავწერე, ვერ იქნება ყველაფერი კარგად. ის ბავშვი გააჩვენეთ. დენა თომასოლებენმა რაბატში მივდივართ ექსკურსიაზეო და 60 აგროვებენ კლასელები. როგორ მეზარება ახლა ეს ექსკურსიები და ხაჭაპურის ცხობები რა. დამაცად ცოტა ხანი სიას ვწერ. მოღალატეების სიას წერ თუ საყიდლების? აჰა. საყიდლების ოღონდ წიგნების, ხო, ხვალ იწყება წიგნის ფესტივალი, 2 ივნისის ჩათვლით იქნება და რომელიმე დღეს უნდა მივიდე. ჩემი კლასის მშობლების კრება როა ხოლმე იქ არ მოდიხარ და მან დასარჩევად გაქვს საქმე. შემიდა რა ახლა წიგნის ფესტივალი მშობლების კრებას რა. თან ამისი კლასის მშობლები რო აყანდებიან ხოლმე ერთმანეთის ხმებს პარავენ და სად ახლა წიგნის ფესტივალი რაღაცა კულტურული მრავალფეროვანი და რაღაცა ისეთია. აუ ჩემ თანამშრომლის აქ დაბადების დღე ამ კვირაში. ხوار წამოვიდი 1-2 წიგნი უყიდო, კაი ფასები იქნება. მაგისტვის არის გოგო, ფაზაკლებებია ყველაფერზე. თან როგორც გავიგე რაღაცა ღონისძიებებიც იქნება შეხვედრები და ისე დავიმთხევთ მივიდეთ, ხო? ომარიკო, მან რო დავდე ფურცელი წიგნების სია, ნახე. მიმიწერე გაბრიელ გარსია მარკესი. კესი. აჰა, მივაწერე. თევზაობაც იქნება იმ ფესტივალზე? რა თევზაობა, ომარიკო, რეებს ბოდიალო, კაცო. შეხედე რა დაუწერია. გაბრიელ გარსია ანკესი. ატოვებდნენ ერთი მაგ კლასში რა. ვა, მირონე შეხედე,
ბევრი ინფლუენსერი იქნება, მსახიობებიც დაიცა. თიკრაო ახარაშვები. გოგო ამ დღეებში ხარ გავიდეთ ექსპო ჯორჯიაში წიგნის ფესტივალზე, მსახიობებიც იქნებიანო. არა გოგო რა ტიმოთი შალამი, ქართველები. უშემიშვიდა. შენი დაქალები კიდე. ერთი წიგნი რო გადააშლებინო არ გინდა. თიკლამ ერთხელ გითხრა წიგნის ბურსლებზე მაქვს ალერგია და მაგიტო ვერ გითხულობ წიგნებსო. მაგის მერე მაგ თემაზე აღარ გვისაუბრია. აუ ირაკლის დაბადების დღე მოდის ხო გახსოვთ, საჩუქარ გვაქვს მოსაფიქრებელი. სადმე არ გაიპარება იმედია წელსაც. აუ ძალიან გთხოვთ შარშანდელი არ გამახსენოთ. რა ტიპს სახში რა დავადეკი და თვითონ რო არისო. დეგენერატმა ქრუაშულმა მერე კიდე მე ჩამაყოფინე ტორჩი თავი. ორი დღე ნესტობიდან კრემს ვიცვლიდი. ნიკასთან და სოფიკოსთან ერთად დატყდება ისევ სადღაც და მეგონი რომ საერთოდ არგეს არაფერს ყიდვა. სახში დადგომა ხომ ითუმეტეს. ან შეგვიძლია რომ ტორტი ვიყიდოთ და ჩვენ ჯამოთ. ტორტზე მეტად ამ საყაროში მხოლოდ ძილი მიყვარს. აუ ქრუაშულის თორი ნახეთ? მანქანაში რეძის და ვიღაც ბიჭს სამის ბაყობზე რო უდევს ხელი. იცით რამდენად მიმეწერა? ცელულიტის მასაჟები თუ გინდა სალონში იარეთქო. და მე გადაიფიქრე ხო თმებითრეები რო გაგახსენდა. გახსოვს ორი დღე ყმარ ოქტიოდა მაგ ჭობის მერე და მარტო პიურე რო გეჭმეოდა. ხო, კარგად მახსოვს რომ მოვინახულეთ ტორტი მიუტანეთ თეკლასაც, მაგრამ არ ეჭმეოდა და ისევ მე შევჭამე. სპეციალურად ვქენი. აუ ნიკას მივწერე ხო იცით, რავშებით ირაკლის დაფდღეზე თქო და ჯერ არ მოუწერია. დილით მიწერე შენს? არა, ეხლა 40 წამის წინ და ტიპი მაიგნორებს. აუ მაია მასწავლებლების დაბადების დღის რუაზე გრამე უნდა უყიდოთ უეჭველი როგორ უყაროთ ჩვენ სამი. მე ვიფიქრე უკვე მაგას და ძალიან მაგარი შარფი ვნახე ერთ-ერთ გვერდზე. დაიცა დასკრინული მაგ. აი ის რა არის? უგიმონოების გორდი დასაჭი თუ სად მიაგინი ამას? არ მოგწერე შენ ნიკა? არა და იმედი გადამეწურა უკვე. აუ მაია მასწავლებელი შეგვიძლია რომ ტორტით დავადგით ღამე. მაია მასწავლებელი ალერგიული კრემზე და ძალიან გაგეთიცი მე მგონი შენს ხო? ხო რავი. ანასტასია ვასოს ფუტკარმა უკმინე და სახე დაუსივდა ექიმები იყვნენ ეზოში მოსულები. ალერგია ქონდა ალბათ და მაგიტო. ერთხელ ჩვენი კლასელი ოქროშვილიც დასივდა იგრი, მაგრამ ჩვენი ვერ გავიგეთ მაგასაც ფუტკარმა უკმინა თუ უბრალოდ ფილერზე ქონდა ალერგია. ხო ეგ სავარაუდოდ ჭარბი ფილერის გამო მოუვიდა. დედა სად არის? საჭმელს გავაკეთებო და სულ გაქრა. აზია რო ვარ, მე მგონი მაღაზიაში ჩავიდა. აუ მე წამშია. მე ჩამოთახში ვიქნები. ამარიკო ეგ ჟალატოსი დაგვიტოვე რა. აი შეგარგუსთიკ ძალიან უხარია ხოლმე ამარიკო საქრო მოდიხარ. მოვედი, დედა ისეთი ამბავი იყო ეზოში, ბავშვისთვის უკმენია რაღაცა კრაზანას დასივდაო და მეთქე ამარიკოს ხარ დაემართა რაღაცა თქო და თქვენს მერე ვასო იყო და დამშვიდდი. ვინგედი და კიდე იცით ვინგესივდა, აღენდ ბოღმით. ლეკიშვილის მშობელი თამრიკო დეიდა. გუშინ საღამოს დაგინახა თქვენი მანქანით და დაიბოღმა. დედა გუშინ საერთოდ არ გავსულა კაცო მანქანით, სადამინახანეთ. ვინმე სხვა შეაერეოდი უეჭველი. თიკურაშუბ მოხვდი უკვე. კაი ჩამოვდივარ, ოღონდ რომ დამინახავ წივილიერად ხო? მანქანის გასაღები უპარე ინგას. კაი. ამარიკო მაგვიყევი სოფლის ამბები, კაი იყო? აუ ძალიან მაგარი იყო. იქაც ბევრი ბავშვები იყვნენ და სულ თამაშობდით ხოლმე. ერთხელ ცხენით მაგატავა ბოსტანაცია. მე ვერ წავედი სოფელში, მამაჩემს პრობლემები აქვს და მანქანა გავყიდეთ. ხო, ცუდია. ალო. ამარიკო ამოდი ჭამე და ჩადი ისევ. აუ ჩოკოსოკოს ჭამ, ამოვალ ცოტა ხანში. იცით სოფელში ერთი მიტოვებული სახლი იყო და შეგნით ბავშვებმა თქვეს სულები ცხოვრობენო, ვერ გავბედეთ შესვლა. მარლა, ხო შეიძლება და დაეხოცეთ სულებს. აუ გამოიღეთ ხვიდიდან თითი რა, თორე აღარ გაკმევ ჩოკობოის. შენ არ ამოიღო მე დაგიღარ. ხო, ამოდი ბიჭო, გავაკეთე საჭმელი. ამოვალო. შეხედეთ და მის ცოტნეს მანქანაში მიათრევს, სად მიდიან ნეტა. მე მგონი ცოტნე პრიუჩუნა ჩააბარონ, მეც მემუქრება ხოლმე დიაჩემი. ცოტნეს დედას გაქანებული ნევროზი აქვს, დამიყარე კიდე. მეტი აღარა მაქვს. საწყალი ცოტნე პრიუჩუნა ჩააბარებენ. მოვინახულოთ ხოლმე, დაიცა. დი პრიუჩი რანომერი ავტობუსი მიდის? პრიუჩს მოგცემ ეხლა, ამოდი დროზე სახში ჩავკეტე კარები და დარჩები ამაღამ გარეთ. დეგენერატი ეგ. აი ხო. ბავშვებო წავედი აუცილებელი საქმე გამომიჩნდა. კაჩულის მოსნი ვარ და ხარისხით ვარ ჩეული. ცხოვრებაში მიზანი მაქვს ვიყო გამორჩეული. აუ ეს სნუპდოგი გააჩუმე თვინმე. ტვინი მედგინა.
როდის დაიწყება სკოლა რომ მიუჯდეს ისევ წიგნებს. დავალებებიდან არ უნდა ავაწევინო თავი ამას. რაიმე თავზე გამახსენდა. მიდი გეხვეწები ციტრამონი მომიტანი ანასტასია რა მისკდება თავი დღეს. მოგიტან ხო? რამე გამაჩუმებელია როგორ ამას დავალებინოთ? შენ რა გინდა? ბავშვებმა კლიპი უნდა გადავიღოთ და მე მითხრეს რომ რეპერი იყავიო. რაიმე ისევ სოფელში რაც კი ბავშვებაში კონცერტები გაუკეთებია ხოლმე, უწამყვანი მომღერალი ვიყავი ყველგან. ჩემ ყალზეა წამოსული ეს. ხო და იკვალი ქთოთახში მიდის და გაყევით, შევწუხდი. ასე ვთქვით მიწავალთ, იქ უნდა ვნახო და მოვალ ცოტა ხანში. ანასტასია ზერატოსები გვიყიდე რა კლიპისთვის გვინდა ბავშვებს. შეხედი არც კი შემომხედა. დაანებეო მარიკო თავი და მოისვენე შენც. ან კიდე რა კლიპები აგიტყდა კაცო ამ ხელა ბიჭი ხარ უკვე. რატომ მიშლი? თუ გინდა შენც გადაგიღებთ კლიპში. ხო ეხლა მოვედი სახში გამოვიცვლი და გადმოგიდეკავ. რა ხდება აქ? ბაშო ეგ განათლება დააყენე ეგრე. ვერ ხედავ კაცო გადაღებები რომ მიმდინარეობს. გამოვიცი და შედი შენ ოთახში მიდი. მარიკო, აბა ასე რომ დავდგე. რა ხელა მოწული გამომივიდა. მოდი, შემოდი აქ რომ შემარცხუნე. რა მოხდა? არაფერი. წვილა მეჩხუბება მთელი გზა, შემარცხინეო მეუბნევა. ხო, შემარცხინე. მაღაზიაში ვიყავით, ერთ სალონ მუშაობდა, მარტო მოგროვებული იყო ხალხი, იმ ხელარი გიდგა და რო დაინახა მოაჟბატონ მამდენი ხალხი არარუსტულ მთავრობას დაიწყო ყვირილი. აქციაზე ეგონა თავი და ესე შემარცხინა. რა გინდა ბავშვი სწორ მესიჯებს აგზავნის, მე მეგონა მართლა რაღაც საშინელება და გემართათ, საღოლო მარიკო. მალე იქამდე მიიყვანენ საქმეს, რომ ყველა და ყველგან იყვირებს. ხალხი არ გაჩერდება. ბრძოლა ეხლა დაიწყო. პაიმე. მარიკო, ძის კიდევ არ უნდა გვავიწყდა კაკაო რო გინდოდა. ისე წყლით რო დალიო რა უჭირს. რა წყლით? ათი როგლი დამალევინო ხო გახსოვს წელი დღე რო გული მერეოდა. ძალიან გთხოვ დღეში მხოლოდ ერთ რაღაცაზე გვერეოდის გული რა, ჩვენ მთავრობაზე. მომე ფული თუ გინდა და ჩავარზეს ვიყიდი და შოკოლადსაც. არა მარიკო, შოკოლადის ფული არ მაქვს ეხლა. რძის ფულს მოგცემ და მიდი იყიდე 20 ლარიანი. 20 ლარიანი მომეცი და მას შოკოლადი როგორ არ მომივა? არა მაქვს მეთქი ფული გითხარი ეხლა. ლუდი ისე ძალიან მაგრა გაასწორებს, ლიადეიდასაც დაუპატიჟებდით. ცივილუდი ინგა. ცივილუდი კი აი იქნება. მარიკო, მაგ ფულში მოგივა ლუდი და წამოიღე. ცივი იყოს ოღონდ. და შოკოლადი? რა შოკოლადი? არა მაქვს მეთქი ბიჭო ფული. კი არ ესმის. მაგრა აკეთებს. მაგრამ ვინ დააბა ეს ცხარი აქ? არ ვიცი მარტოა ეგებ და იკარგა. დავალოდი თაბა აქ თუ გამოჩდება ვინ. ვიცით რა მაგ წამოხებული? ჩოკობოი, სოკოს ფორმები აქვს და დედაჩემი ჩოკოს იწახის. მაი ჩვენთან არ იყიდება ნაზიდეიდას ბუდკაში. გამასინჯიებ. ნეტარ მსხვერს რა ქვია თედო დავარქვათ. მოდი წყალი და საჭმელი მაინც მევიტანოთ. მარიკო, მიდი შენ გამეიტანე გოშინდელი ხაჭაპური, მე წყალს მევიდა. წესილი უყარაულე შენ. თედოს უნდა ვაჭამო და ორი ნაჭერი ხაჭაპური მინდა. მარიკო, მანდებს დაჭრილი თეფშზე. ეგრე რასაც შეჭამ ხოლმე გარეთ გაუნაწილე მეგობრებსაც, ოჩახ. თედო არ არის ჩემი მეგობარი. რა ვიცი, მაშინ შენ შეჭამე. ვისი ბიჭია თედო? მევიტანე წყალი. მაიტაი ხაჭაპური შენ და დაუდგი აგერ ეს. დამეტაკა. რა მომოვიდა თავში. სუთა მაპნევინა. არ გიგია ის ცხარია თუ გაცხარია ცხარიაო. ცოდო აქ ხარ იქნება მთელი ღამე რო დაღამდება. რატო გააკეთე ეგ მიპასუხე? ტუნე როგა გამოსული არ სოფლის ხალიშველის და არც ქალაქის. მარტო მე არ მიქნიელა შომაცაც ესილიბად. არაფრის ღირსი შენ არა. გადადაიქ ჩოკოსოკოა თუ რაღაცა. რეკავს მაია რა უპასუხო ეხლა. ხო მაია. ხო. მაგაზი არ ვეჭხუბები ეხლა. ეკლესიის ხარი შესაწილი შეეცუდათ და გაუშვეს ტყეში რა. ეძებს ეხლა მთელი სოფელი ხო ბიჭები. მეც ისე დავსაჯე ეს ამაგალითოდ. კიდე დავჭიوار ესა ხო იცი შენ. ოლეგიძია. რა ხდება კაცო რა? ბებოჩემა სუფრამზაც არის და გამოვიდესო. დედა ისეთი кейფი გველოდება? რა იქნი როკა ჩვენ არის შპალერი გააკეთე დედა. სად არის კაცო ეს კაც? მარიკო, რა ოლეგიძია? გამოვალო თავის სოლს ელოდებოდა და ძროხის მოსაწვევად არის წასულიო. ცეხარ მიპოვით ბავშვებმა გზაზე გამახმარი ნეხვები და ანასტასიას ჩაუსაბდით. სახლიდან რო გამოვიდა დაუშინეთ. გადი მარიკო ხან უმდები ფეხებში. ლია ნიკოლაძეები სად არიან? მოვალთო მზია მოვალთო. ეგ არის რომ მოვლენ. და ხდება გადაჭმული ყველაფერი.
ლალი ენგურიძია სად არის? გოგო თამადის გარშე არ დავრჩეთ ახლა. ეს ხაჭაპური შეიძლება ავიღო? დავსხდებით აგერ სუფრაზე და შეჭამ ყველაფერს. არ მინდა სუფრაზე ბავშვებთან უნდა გავიდე. მე ბავშვებთან ხაჭაპურით უნდა გახვიდე? ვაიმე მოდით რა სუფრასთან გაცივდა კაცო ყველაფერი, მოდით. გადაიხეთ ყველაფერი. ენგური აქ შეჭამე იცოდე. შენთვის გავაკეთე. ეს შორენა სადღაა, კაცო, რო იგვიანებს რა. გამარჯობა. შორენა სიგნალსაც დავიწყები ხა, გოგო, ეხლა ვლაპარაკობდი შენზე. რატო შეგაგვიანდა? რა ვიცი, გოგო, თბილისში ვიყავით ჩასულები ოცნების აქციაზე, ხო? მასშტაბები ჩაგვიყვანეს, ჩამოგვიყვანეს და ჟურნალისტები ისინი ისეთი ამბავი, ვაიმე, ისეთი ინტერვიუ მივეცი ჟურნალისტ, ხო იცი, ხა იგითები არ მეშლება, ხო? ოცნების აქციას მოგცემ შენ. ვაიმე, აივანზე დამჩაქვავები, შორენა შემომატანინე გეხოცები ფეხზე გახარბარემ რა. როცნალი გოგოა შორენა რა. ან მოსლორა იყო ან წასვლა რო გაიქცა. რა ვიცი, სარეცხი მაქო და 1000 საქმეო და გაიქცა. კი არ გაიქცა, შენ გააკეთე. შეჭამე შენ ეს ხაჭაპური? ისე უყვარს ხო ცხელცხელია თან სულ. დაგეწვა ხო პირი, ღირსი ხარ. შეხედეთ ქათამა კვერცხი დადო. ის რა გზეთ? სკინტლი, და გილოცავ უკვე ხელებზეც გაგ. შეხედეთ ამ გადაფს რა მაგარი კოჭორია აქ. რა კაია ისე სოფელი, სიმშვიდე, სიმწვანე, სუფთა ჰაერი. და რასუნი მოვარდა, კაცო. მეზობლის საღორიდან მოდის მე მგონი, დილით მე შეშფოთებული ვიყავი. ყავის სულმაც ვერ გადაფარა. მე საკათმეში დილითაც ვიყავი. დილაუთენია რა გინდოდა ბიჭო საკათმეში? ისე უბრალოდ არაფერი. სკინტლიანი ხელებით ნუჭამ ბიჭო. უყურე რა. შეხედე ეს ქათამი საერთოდ მელოდია. ისეთ მეფს ხო ინერ გამეხობი და ბუბული რო გადაუნერგოთ ამას, უბრალოდ დონორი ქათამი უნდა ვიპოვოთ. ის ყავისფერი გამოდგება მე მგონი. ომიდი რა მეც გამიჩნდა ზელატოს წინ. აღარ არის ეს ბოლოა, მეტი აღარ ამაქვს. რაღა ეკნება გაზედა გუშინ ბავშვებში რაც კი წამოღებული ქონდა. სულელი. შეხედე დონორი მკვერცხი დადო. დონორი სახელი კი არ არის მაგ ქათმის. მე სახელი მეკონა. აიმე ნუ გაყაყანეთ, კაცო, მთელი დღე უნდა არ ყვით, ეხლა საწავიდა ზელატოსი. დილით დავმარე საკათმეში და აღარ დამხვდა, მარტო კაღალდი იყო დარჩენილი. ალბათ დონორიმ შეჭამა, თან სიმინდი ხო ახატია ზეთ შეფუთვას. მომეც გავსინჯა კვარცხი. კაია გამოდგება ესა. ძი რო გამიტეხონ რა ვქნა, ხო გვაკიდე შეღებილი. რა ვიცი ახლა, კაი 10 კვერცხი მაქვს შეღებილი, ხო გამოვიდა 10. 10 წელი თუ შეღები თავზე საყრელად გქონია. ისე ის მაღაზიის კვერცხები რატო არ შეღები? დასაჭირებლად შინაური კვერცხები უკეთესია, კაცო და შეღებებ მზიებების კვერცხები. ომარი გვარდაგარიგე ხო გახსოვს? გარეთ თუ გაუტეხავ ბავშვებს კვერცხებს, 10 დაუთო მოგაქვს სახში ხო? აუ ხაჭაპური მალე გაიჩითება? მთელი დღე კვერცხზე ვარ. რანი წინდიდება თქვი? კოტეცა. ვიღაცას გავაბია ჭიჭკათან თოკი მთელს იქცაზე, გადავამთხლეზე და რო გავეცდი. გაუხმეს ხელები ვინც გააკეთა. რა ხელი გაუხმეს კაცო მე გავაბი ეგ თოკი. რა დადიან მეზობლები აქეთ იქით ზოგი წაიქცა ზოგი ეს ზოგი ის ყველა თუ ჭირავს ახლა ერთი კვერცხი ხელში აღდგომაა ბეთ7 წელი კი წამოვკრიფე დილით და იქ რო ვინმე გაიგოს ამ სოფელში აღარ ჩამოგესვლელება რა მახეებს აკებ ამ ხილაკალი ზოგჯერ თვითონ ცხოვრება აგებს მახეებს კარგით კაცო ახლა დიდი ამბავი თალალი გადაყოლილი და ჩემი თელ სოფელზე არავის და რა ვარ ზედა გადაყოლილი ნუ იგონებ რაღაცებს ჩემი გამჭირებია დი ამას რა მოუვიდა და ჩვენ ჭიშკაცენ იყო თოკი გაგმული და არ ვიცოდი წავიქეცი. ვიღაცა დებილმა გააკეთა. გამარჯობა, ნაგვის ურნებთან დაკავშირებით ვარ მოსული, განცხადება დაწერა ასე მირჩიეს. გისმენთ ბატონო სერგო? ერთით დამალოთ ხალ ბატონო. დიახ. კი ბატონო, ვიტყვი ჩვენ გოგოებსაც კი. კარგით. ვერ მოგაქციეთ ყურადღება ბოდიში გისმენთ. მოკლედ კორპუსთან გჭირდება ორი ნაგვის ურნის დამატება. თორე ვეღარ ვატებ უკვე კაცო ნაგავს შიგნით და მე კორპუსის თავმჯდომარე ვარ და განცხადებაც მოვიტანე აგერ. რიგის ნომერი აღებული გაქვთ? არა, აიღეთ აუცილებლად გეხვეწები და ისე დაბრუნდით რა ვერ გავატარებ. კარგით. თეო. გოგო, იმანდარიკა სერგომ ჩვენმა უფროსმა 29-ში რაღაც აქციაო და იქ უნდა იყოთ ყველანი ერთი კაცი არ აკლდეითო. გოგო, რუსთავილზეა აქცია, რა ნაძალადებთან წასვლა გეზარება? ნაძალადევად წასვლა. ხო, მეც ეგრე ვარ. მობრძანდით. მოვედი კიდე. მოკლედ გავივსეთ ნაგვით და უნდა გვიშველოთ რაღაცა რა.
ჩვენ მერია ვართ, ქალბატონო, მაგ ნაგავს ოქტომბერში ეშველება არჩევნებზე. თუ თქვენ ნაგვის ურნებზე ხართ, ხო? მაპატია ცოტა სხვა ნაგავზე წავედი. კარგი იყო. აი მოკლედ აი ეს განცხადება და იქნებ ორი ნაგვის უნდა გამოგვიყოთ, რა თორე რაც არის უკვე იმაში კატები ცხოვრობენ ოჯახებით. აჰა, გავატაროთ აბა ეს განცხადება. აი მანდ ორგან მომიწერეთ ხელი და 5 წუთი დამელოდეთ ზუსტად. აჰა, მოვედი. აქაც ხელი მოვაწერო? 1 წუთით. და აღარ წერს ეს კალ. აჰა, 1 და მეორე ხელმოწერაც. აჰა, თქვენი განცხადებაც მიღებულია, ქალბატონო, 2 კვირაში იქნება პასუხი და ტელეფონით დაგიკავშირდებიან. აჰა, 2 კვირაში კი იმშობიარებს ის ორსული კატა. გამრავლდები. მოდი 3 ურნა იყოს რა. 2-ის მაგივრ, ხო?